1800 მე-19 საუკუნეა ხო უკვე თუ ისე ვითვლება მე-18-ში არ ვიცი ამ კამათის იმაში ვერ ხვდები ხოლმე 1800 პირველია მე-19 თუ 1800 მაგრამ 1800 წელი არის ჩვენი ბოლო წელი და გარსევან ჭავჭავაძის უკანასკნელი ელჩობა რუსეთში ამჯერად უკვე ახალი მეფის სახელით ეს არის თვითონ არის ელიაზარ ფალავანდიშვილი და მისი ძოლისძმა გიორგი ავალიშვილი არიან ახალი ელჩები ასე რომ თქვა რომლებიც ახლა უნდა დამიიღოს პავლე გაღალდებია შედგენილი ნუ რაც უნდა გიორგის რასაც თხოვს გიორგი და სანაცვლოდ რასაც გაიღებს ესე იგი ამ ქაღალდით გიორგიევსკის ტრაქტატი უქმდება თუ დავთანხმდებით ჩვენ დავთანხმდებით რა ჩვენ თავაზობს ეს მფარველობა აღარ იქნება იქნება ქვეშევრდომობა. ქვეშევრდომობაში ეს გულისხმობს გიორგიც, რომ შიგნითაცო ყველაფერს თქვენ მიხედეთ, თუ გარდა ჩვენი შიდა თავადურ მეფურ რაღაცა ამბებისა მიწა ორი ქცევას ამა. დანარჩენი რაც გინდა ისე ქენითო. 19 პუნქტია რა ესეთი. და ამის სანაცვლოდ მინდა რაო. ამის სანაცვლოდ მინდა რომ ჩემი შვილი დაამტკიცოთ ჩემს მემკვიდრედ. ახლა ეს თელ ამ საგარეო პოლიტიკურ რაღაც საგარეოა ამბავში იკარგება დიდი დაპირისპირება ერეკლეს ოჯახის წევრ დარეჯან დედოფლის და მისი შვილების და გიორგი მე-12-ის და მისი შვილებს შორის. აქვე უნდა ითქვას რომ უფრო მწარე დრო რომ დადგა ერთ-ორ წელიწადში და დარეჯან დედოფალიც რომ მოხვიეს ხელი და ჩასვესავი მაშინ ზოგი კარეტაში და ზოგი ფეხით რო დაიწყეს ბაგრატიონების აყარა და ბატონიშვილი დარეჯანის ხო გადაასახლეს და ეგეთი ეს არის რომ რუსის ერთ ქალაქში ბაზრობაზე ჩაულია გარეთას და ჩიტებს ყიდნენ გალიებში ჩიტებს დარეჯან დედოფალმა იყიდა ყველა გალია და დააშდა ბაზრობაზე და ახსნა ყველა გარი და უშვებდა ჩიტებს და ეძახდა თქვენ მაინც წადით თქვენ სახლში მე ხო ვერასდროს ვეღარ წავალ ჩემს სახლში ასეთი დრამატული ეს არის გადასახლების რა ეხლა დარეჯან დედოფალი ბევრს არ უყვარდა და თვითონაც ბევრი არ უყვარდა მაგრამ აი ესეთი რაღაცნაირი სურათი არის დარჩენილი იმიტომ რომ არავინ ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არც ერთ ქართველი არ ელოდა მაგას ეხლა ბაგრატიონების და სხვებიც დაავადები ყველა მიჩვეული იყო რა ნახევარჯერ სპარსეთში იყო და ვალით დაგნიშნავდა და 3 წელი არ გიშვებდა იქაც შემოსავალს გიჩენდნენ სპარსეთში რო იყო მე შენ ძმას ან შენ შვილს ჯანიშინად და შენს მოადგილედ თუ შენ არ გიშვებს იქ კიდე დიდის ამას ყველა მიჩვეული იყო მაგრამ ეს უსაქმოდ გადასახლებას რომ პენსიას მოგცემთ, შენ იმას მოგცემ, პალკონიკობას გენერ, ამას არანა ვერ წარმოიდგენდა, ვერავინ. იმიტომ იყო მე გარსევანზე ატყდა ამბავი რომ მაგან იცოდა ყველაფერი. მაგრამ ჯერ ასეა რომ გარსევანი უნდა წავიდეს, მაგრამ ეს ელჩობის წასვლა არ უნდა გავალენსკის, რომელიც ვახსენე მე, რა ქვია რა ეს თავხედურად რომ გადიგან ცოტა კანდიდების ქონდა მაგალითად იქ ხო ასეა რომ გარსევანი რომ იქ არის მინისტრი ჩამაგირს უხდის იმპერატორი და აქ რო არის გავალენსკი ამას უხდის გიორგი მე-12 და ხო ცოტა სხვადასხვა ის არის ხო რა ქვია სიფართოვე ჯიბის და ლაზარევი იღებდა დღეში 20 ვერცხლის მანე თუმას რა მოგეთ 2 თუმანს იღებდა რა ვერცხლით და გავალენსკი როგორც სამოქალაქო იღებდა 10 მანეთს ეს წერდა საჩუქრს მაგ მეფეს არაფრით არ ჩავაგდებს სანამ 20 არ გამიხდისო ამიმასო და იყვენ ამ ფულის შოვნაში აი ასეთი თავიდანვე ესე იგი მოხელეებში არ გაამართლა რა რუსის ამბავმა და მერე ჩვევები ქონდა უცნაური რაც არის მაგალითად 12 საათზე სადაც არ უნდა ყოფილიყო თათბირია მოლაპარაკება ქართველებთან არის დახედავდა საათს და დაიწახებდა ვოდკა არაღი რომ ესე იგი პეტერბურგში 12 საათზე ზარბაზანს ისვრიან და 1 საათი ქვია ადმირალსკი ჩას ადმირალის საათი ახლა ჩვენ ადმირალი რა ვიცით რა
და ამ დროს უნდა გადახკრა ადიდო იმპერატორი და გადახკრა ვინც რა სახელმწიფო სამსახურში კაცი ხა აკეთებდა ამ რაცხ თეატრი და დაცინოდა მაგრამ ნუ ეს კაცი იყო მაგრამ რომ მიდის ახლა გარსევანი და ეს გიორგიცა და ელიაზერს არ უშვებს ეს ამან რომ იცეს ვიზა იქამდე ეკატერინოგრადი მე გავამოსდოკეთ გამოსდოკში ჩერდებოდნენ ხოლმე მაგრამ იქ არის კავკასიის გუბერნატორის დედაქალაქი ახლა სტანიცაა ეს აღარ არის დიდებული ქალაქი მაგრამ ხო და ეს რა საქმით მოკითხო ჩვენ ყველაფერი რომ ვიცოდეთ და რას და ეს უნდა საიდუმლო პასლანიკია რა ასე ქვია რა დესპოტი თქვენ იმაშიო წესდებებში არსად არ წერია რომ სამოქალაქო პირი შეიძლება იყოს საიდუმლო ეს საქართველოს არა საქართველოს ეგეთი კარ მეფე ვარ და ნიშნა ვარ ჭრის ქაღალდი მათ ჩვენიც ეს კაცი არის ნუ რეალურად ეს არის რა მართველი ხარ რომ გითხრათ კავალენსკი თან ამ გარსევანთან ისე რა ცუდად არის არ მისცა ეს წავიდნენ ესენი და გააჩერეს გადაღმა იმათ რა თქმა უნდა გუდოვიჩი და ეს ხალხი გაასისები საბუთები რომ მიდიღარ სადმი ვისი ელჩ კავალენსკის ხელმოწერილი კაღალდები სად არის არ არის აბა უკან ახლა ხალხი და ხვეწები მოუწერე და იმპერატორს იცის რაღაცას ისურვ თვეები ნუ ბოლო მოუწერა წავიდნენ რომ თხოვონ რომ საბოლოოდ გაგვაუქმეთ და იმასაც ვერ მიდიხარ ეს არის ზაფხულის დასაწყისი იყო და ყველა პუნქტი მოეწონაო პავლე-პირველს და ხო და ამის სანაცვლოდ ეს დავითი რა და პავლე როგორც ამ დავითი თვალში ყავდა როგორც ჩანს ეს დაანიშნა მაგის მემკვიდრეთ ანუ ის ოჯახის მეორე მხარე დამარცხებულია რეალურად დავითი მართავდა ამ ქვეყანას მთელი ეს 1800 წელი რომელიღაცა რუსი მოხელე წერს და გიორგი მე-12 სუკვირა არ გარდა მეკითხებოდა გარსევანი როდის ჩამო შეიძლება ეს კოვალენსკი წერს გარსევანი როდის ჩამოდის ამას ელოდება აი ეს არის ყველაზე უცნაური ფრაზა ამ იმაში რას ელოდება ამ გარსევანს მთავარი ცნობა მოსულია რა ყველაფერი ეს რაც უნდა და დაუმტკიცეს ქვეყანა გადასცა მთელი თავისი მეებით რა ქვია რაც კი შეეძლო რაღაცა თავისი საჭმელ-სასმულის გარდა და თავისი თავადების და იმის გარდა ეს მიცემული აქვს უკვე რა ამიტომ ის ტრაქტატი აღარ მოქმედებს უკვე სინამდვილეში სხვა რაღაცა მოვიზაღე და ტრაქტატი ის გაუქმებულია იმას არავინ აღარაფერს აღარ ეყრდნობა უკვე გიორგი მე-12 აი ამ თანხმობის დროიდან დავითის უკვე არის ქვეშევრდომი და დამთავრდა რა მაგრამ აი ესე შეზღუდო მეფე მაინც იქნება რა და მეფე მერე ჩვენი სახელით აი უი ვისაც გინდა დაუნიშნავ ნუ იქ რეალურად იქნება გამგებელი მერე მთავარსარდლობა დაერქვა ამ კავკასიის სამეფის ნაბერჯერ იცვლის ეს სახელი მთელი საუკუნე და 20 წელი მე რეალურად იქნება რუსი მთავარსარდლობა ეს ყველა მეცის ახლა ვისაც დაანიშნავენ მაგრამ გარსევანი არ არის გარსევანი არ არის არ ჩამოსვა გარსევანი არ ჩამოსვა 1801 წლის 8 იანვარს ჩამოვიდნენ გიორგი ავალიშვილი და ელიაზარ ფალავანდიშვილი ქაღალდები რაღაცებს ჩამოვიდნენ ეს 10 დღის მკვდარი ვერ დაელოდა ამათ მაგრამ ნუ ის გარსევანს ელოდა ეს არის ყველაზე უცნაური ფრაზა ვიმეორებ ხო და ჩამოვიდნენ 10 დღეში 18 იანვარს პეტერბურგში და მოსკოვში საჯაროდ წაიკითხეს პავლე-პირველის მანიფესტი რომ საქართველოს სამეფო კათკაღეთი გაგრუზია გაუქმებულია დინასტია გაუქმებულია ნუ მიერთებულია რუსეთის იმპერიას მალე დადგება იქ დროებით სპეციალური გამგებლობა ესა რა თქვა უკეთ შეტანის ამ კანონების ცივილიზაცია როგორც არის რა გაუქმეს ეს იყო სრული შოკი აი მაგ წამიდან იწყება გარსევან ჯავჯავაძე არის მოღალატე აი მაგ იმიდან ეს იყო მე უცნაური რამე ხდება ამ ამბიდან 2 თვის თავზე პავლეს კლავენ აი მთელი ეს ბარინები ესენი შეუცვლიდნენ ღამე რაც ხელს მოხდა ყველაფერი ურტყეს თავში ის კიდე არ ნებდებოდა ბოლოს და მოახვიეს პირსახოცები ასე დაახჩეს ეს იმპერატორი რომელმაც გააუქმა სამეფო მაგრამ საინტერესო რა არის ეს მანიფესტი გაუქმების 18 იანვარს რო წაიკითხეს 18 დეკემბერს არის შედგენილი
28 დეკემბერს მოკვდა გიორგი მეფე. ასე იყო. რეალურად ეგენი ელოდებოდნენ ამის სიკვდილს. იცოდნენ რომ კვდება, იმიტომ რომ ცნობები იყო ფართო და ყოვლის მომცველი. რა, მის მდგომარეობა. აი, აქ იყვნენ სასახლეში ცხოვრობდნენ და ჯერ ისიც თუ გახსოვთ ერეკლეს რო წერდა ის ჩუმათო ყველა ჩხამი აქ ისმისო თქვენი. ანუ ეს წინაწინო გადაწყვეტილი იყო და ამ კაცის სიკვდილს ელოდებოდნენ რომ ეს გამოსულიყო უფრო ლამაზად და დააღლილი მონარქია რა მაინც რაც ბებერი მორწმუნე ნამდვილი ქრისტიანი ბებერიც არ იყო რომ დაავადებოდა ნამდვილი ქრისტიანი კაცისთვის ეს სამარცხვინოთ არ წაერთი აი ეს იყო მეტი არაფრის მოდინი არ იყო თვითონ კი იყო გერმანელები ნუ ეს თელი ეს წელიწადი ეს ტყუილი ეს არის და აქ მოხდა რა მაგრამ პავლეც მოკლეს როგორც ვიცით ჩვენ დიდ იმპერიებში ყველაფერი ხელახლა ახალი რომ მოდის ხელახლა მაგრამ ეს დავითი შეშლილი ჯერ კიდე არის იმედები და რაღაც ტრიალი უღან წერილების ზღვა მიდი მოდი ეს გარსევანის გაუგონებულ წერილებს აქ მე ყველაფერს ვეცდებ და თავს დავდებთ და რაღაცა ეს არის გარსევანი რომ მოკვდა ამ ამბიდან 10 წელს მერე მოკვდა წყალმანკით თუ არ ვცდებით დავითი ჩაუწერია თავის რიულში მოკვდა გარსევანი ჯავჯავაძე გამცემი მეფისა და მამულისა ეს წერია ეს იყო კაცი რომელიც ეუბნებოდა რუსებს რომ გარდმოასახლეთ რასიას საშინა ყოველნი ბაგრატიონი ასე ეუბნებოდა პავლე პირველს ეგო ჩვენზე გიორგის ქონდა საიდუმლო წერილი და თხოვნა რომ მის სიცოცხლეში პავლეს დაემტკიცებია უკვე დავითი მეფედ და ეს ასე მოგვარებული იყო რომ კი და შენ დაამტკიცება შენი მოხმარების ამბები კარგად ვიცით ჩვენ მე რომ მოუკვდები აქ აირევა აი ეს გეგმა ქონდა და ეს იყო საიდუმლო დავალება გარსევანისთვის რომელიც მან თაღალდით იყო თუ ზეპირად არავინ არის მან პავლე პირველს არც უთხრა ეხლა აქ შემოდის ალექსანდრე ჯავჯავაძე ხონება მოგონება რომ მამა ჩემს გიორგი მეფე არ უყვარდაო მისი შვილები კი ზაგდაო მაგრამ მამა ჩემო წესიერი და ნამსახური კაცი იყო და მე პერეკლეს განძდილი იყო უბლობაში და ბოლომდე რაც შენ რომ ემსახურაო ასე ამბობს მიმოწერა ამ დროს ამ გარსევანს და დავითს დილობიანი აქვთ იქით აქეთ რა რა შეიძლება გაკეთდეს რაღაც ესეთი საქმე ეს ურჩევს თქვენი გონების არეულობით თავა ეს დრამები კი ეს უფრო გამოცდილია რა ასე რომ თქვა დავითზე აი რუსები ვინც წერენ ვისაც 90-იან წლებში უნახავს ის უკვე ჯერ პოლკოვნიკ პრიაბრაჟენსკის პოლკის უფროსი იყო ეს არის მაგათი ლეგენდარული პოლკი ძალიან სწრაფი გონების კაციაო განსაუცარი ნიჭებით რომელიღაცა რუსი გენერალი წერს ეგ დავითიო რა ანუ ეგ არ არის კარგი ჩვენი სამს რაღაცა ხო იცით სულ ესეთ რაღაცებს წერენ ეს ნახევრად ჯაშუშური ის სახელმწიფოსთვის შედგენილი ქაღალდებია რომ დახასიათებები იქ უფრო რაღაც პატიოსნად და ისეა ხო ეს არის უბრალო კაცი მაგრამ აი რაღაცა ის ცოტა კარი ქონდა რაღაც ესეთი რომელიც არ იყო უბრალო ეს არის კაცი თაგან ვოლტერი მონტესკი ამებთან ამ შუალედებში ამას აკეთებ მე ფიზიკის სახელმძღვანელოს თაგმდა კარტო იქ აქამდე ვერ მოდი იქ აქონდათ ყველაფერი თელი ქართულ განმანათლებლობა იყო უბლისწულებში და იქ ემიგრაცია რო ქვია თუ გასახლებულებში და ეს ესეთი მისი ძმებიც ხო ამაში ესენი იყო ესღა დაურჩათ რა ნუ გენერლობა სენატორი დავითს მე სენატორობა მისცეს იმპერიის და ნუ გრუზინსკი რა თქმა უნდა ტიტული ყველაფერი მაგრამ შენ რეგენტი იყავიო და რეალურად ეგ მართავდა კიდე ეს კნორინგიც რო ჩამოვიდა მაინც დავითი და დიდი შეხლაში აი იყო რა რთული სამართა იმიტომ რომ რაღაც პერიოდი მაინც ორ ხელისუფლებიანობა იყო ესე რომ თქვა და ნუ გარსევანზე განხაგულის იყო მაგრამ ეს ცოტა მერე გამოჩნდა იმიტომ რომ გარსევანი წამოვიდა გარსევანის ელჩობა თუ რა ქვია მინისტრი პრეზიდენტობა გაუქმდა ქვეყანა არ არსებობს და რა მაგრამ ეს ხო ძალიან არ გამოუშვებდა
სამოქალაქო გენერლობა მისცეს გენერალ-მაიორის დეისტიტელნის სტატსკის საветნიკი. ალექსანდრე ჭავჭავაძე წერს ამ კოვალენსკის რომ ჩამოვა მამა ჩემიო, სტეფან წმინდანზე, აზი ბეგზე 200 აღალარი უნდა დახდეს ცხენებით. გადაადგილების უფლებები უკვე ისეთია როგორც რუსეთში. ანუ შენ ვერ მოიხსნები, შენი მიწიდან სადღაც ვერ მიდიხარ საგუშაგოები, ნებართვები და აი ესეთი ამბავია. იმან უარი გასცა. რატომ უნდა დახვდე ვინ არის? მოდის დეისტიტელნის სტატსკის საветნიკი მე მეცავარო. კიდე მის მეოთხე რანგია. ისი გაჩერდა და სანამ არ ამოვლენ აღალარები არ მოდის. ეს ხობთ დიპლომატიური ომია თუ რა ვიცი მეფეოდო. ალექსანდრე ააკაჩას პირველად სახელმწიფოზე და მეორედ მიმართა რომ ეს უბრალოდ წესია ჩვენთან და ზდილობაო იმათ უყვართო მამა ჩემი და უნდა შეეგებენ პური გამოუცხოს რაღაცა უთხრეს ამას ნუ გადაგვაყოლე ამ შენ გარსება ავიდენ და დახვდნენ აიტაცის ხელში ამ თათრებმა მოუყავთ ეხლა ეს კაცი უკვე ძალაა ძალიან უცნაური რაღაცა ხდება რომ უცვა ეს დიპლომატი და ხდება პირდაპირ პოლიტიკური ფიგურა კი ბევრი შემოვნება იქა და ეგრევე აქედან წერილებს იწყე აქვე უნდა ითქვას რომ ეგ არის ქართული თავადაზნაურობის პირველი მარშალი ხმებით არჩეული ქარსევან ჭავჭავაძე ნუ კახელებთან ყველასთან მაგრად იყო მაგ დროს უკვე ამ კახელ თავადებს ვიღაცებს იჭერენ არის გამოშ ხელები შეუკრა ქართველები ვერ ხვდებიან ეგეთ რა ხელებს შეკრული წამოიყვანეს ქალაქში ცხენზე თავზე ტომარა ჩამოცმული ეს მივარდება ეს გარსევანი რასაშვებით ესენ ჭოლოყაშვილი ნუ ეს არის რა როგორც არის რუსული აბა წესრიგი უნდა იყოს აი სხვის ქვეყანაში ნუ ეს კაპიტანის პრავნიკოვა დაწყებულა ეს ეუბნება ბევრი წინადადებები ქონდა მაშინ ეგ პირდაპირ წერდა ხო ეს გამომრჩა მე რომ თელამ ორომ ტრიალში ხო ალექსანდრე პირველმა ხო დაამტკიცა ანუ ეს მამის უკვლელობის შემდეგ ეს დადგა ხო უკვე სექტემბერში გამოაქვეყნეს რა ეს თათბირიც ცნობილია სადაც მერე წამოიღეს აქ მერე ჩაკეტეს ხალხის სინონში ჯარი შემოარტყეს რუსულად რაღაცა წაიკითხეს ვინც არ იჭერდნენ ეს კახელები გაგიჟდნენ ქართველებიც რო გითხრა ხა წყნარად არიყვენ მაგრამ მაგათ გამოიცნეს ერთი რამე რომ ამ ბაგრატიონებს მომაშორებთ და ამათ დავაყაროთ ჯინმენდლები ჯინჯილები რაღაც უპირატესობები თავად მაღალ თავადობას და ეგ გაჩერდებიან ეგ სწორად იმას და ეგრეც გამოვიდა სინამდვილეში რა საბოლოო ჯამში თავიდან გაჭირდა მაგრამ მე ეგრე გამოვიდა რა და ეგ აი რომ ამბობს და დავით ბატონიშვილი რომ მაგეუბნებოდა რუსიას გარდმოასახლეთ ყოველი ბაგრატიონი ნამდვილი რუსის რომელიღაც წერილია დარჩენილი რომ ეგ გვეუბნებოდა ესეთ რამეს გარსევანჯანო ეს გააუქმეთ ის არის არ დაწყნარდება აქაურობა არ დაწყნარდება მე გირჩევთო რომ აი ამ ოჯახს აქვს დიდი კონფლიქტი შეგნით ყველა საპატიოდ წაიყვანეთ განდოთ ერთიო ის დამსვა თუ ჯენერეგენტად თუ მეფეთ თუ რაღაცა და იქნება ბევრად უკეთესიო და მშვიდობაც იქნება ამას გვეუბნება სიწყნარეც არ იყო საზღვრები ჩამოხნილი არ იყო რა გუბერნია გაქვს ესა ეს გარსევანი წამოვიდოდა წინანდალში მოვლენ კახელები რაღაცას ილაპარაკებენ იქ წერია რაღაცებს დანდისეგა ეგ დიდი იმის კაცია იქ წერენ ამბობენ ეგ კაი კაცია ჩვენი კაცი მაგას თავი დაანებეთ კაი ეგეთ ესეთი უცნაური სინია სურათები ხო და აღარა და გადასახლება მაგრამ წინ იყო აჯანყებები აქ კი დავინახავთ ალექსანდრე ჭავჭავაძეს როგორც იქნება და ნარჩენ შემდეგ